დილით დაახლოებით 4-5 საათზე შეგვიდის სხვარი. ვიწყებთ წველას. წველა მთავრდება 4-5 საათის შემდეგ. შემდეგ ძეში ვასხამთ ცხელ წყალს, ადუღებულ წყალს, ვასხამთ შაბოშს და ველოდებით შედედებამდე. შედედებას უნდა დაახლოებით 45 წუთიდან საათ 20 წუთამდე. შედედების შემდეგ დურევთ, დარევიდან დაველოდებით სადღაც 5-10 წუთი. შემდეგ ვშრატავთ, ამოდის ყველი, ყრით პარკებში ვწურავთ. შრატს ვასხამთ თავის ქვაბში, რომელშიც უკვე იხარშებს შრატი, კალტი. მოხარშავთ შრატს და ამოდის კალტი. შემდეგ ვყრით გუდაში და ვაყრით მარილს. თუშური ყველის დამზადება ოდითგანვე ცხრის გუდაში ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში გუდა პოლიეთილენის პარკებმა ჩაანაცვლა. ადრე პირველი ის რომ ადრე პარკ არ გამოდიოდ იმდენად. ძალიან იშვიათობა იყო პარკი და მეტწილად ტყავებში ყრიდნენ და ეხლა რა კი ეს პარკში შედარებით არის ადვილი. ჩაყრა გაკეთება და რაღაცა და ტყავის გაკეთება და გუდის ის არის ცოტა შრომატევადი. პარკსა და ტყავს შორის განსხვავება არის ის, რომ ტყავი არის ბევრად თბილი და უფრო აი ის კარგად ფუვდება ყველი. თვალსაც კარგს იკეთებს და გემოსაც კარგს აძლევს ტყავი. პარკთან შედარებით. ცხიმიანობაც მეტს აძლევს ტყავი თვითონ. თელის განსხვავებული აქვს. იმის გუდის ყველი უფრო შედარებით ყვითელია ვიდრე ის პარკის ყველი. ეს ინახავს ყველს, როგორც ინახავს. ეს არის როგორც ბრენდი, რადგანაც მხოლოდ ამ ადგილას იწარმოება ეს გუდის ყველი. ბადრი კოჭლამაზაშვილმა 2005 წელს თუშური ყველი დააფასოვა და სუპერმარკეტების ქსელში გასაყიდად შეიტანა. საწარმო მსოფლიო ბანკის მიერ დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. თავიდან ბიზნესი წარმატებული აღმოჩნდა. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ საწარმოს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაჩერდა. მომხმარებელს თუშური გუდის ყველის შეძენა მხოლოდ საკოლმეურნეო ბაზრებში უწევს. პროგრამები არის ფინანსური სახსრების სიმწირე. ვერ ვახერხებთ ფერმერებისთვის ფულის გადახდას დროულად. რადგანაც თვითონ წარმოებასაც დრო სჭირდება, შემდგომში სავაჭრო ქსელებში შეტანა არავინ არ გინაღდებს თავის დროზე, სანამ სრულად არ გაიყიდება პროდუქცია, მერე ხდება გაჭიანურება, უნდა მოხდეს გადარიცხვა, როდის გადარიცხვა და ეგრეთ წოდებულ პოსლეზეც რო გამოართვა წყემს, მას კიდე ფული ჭირდება რა და კრედიტი საკმაოდ მაღალია პროცენტი. ხორცსა და ყველთან ერთად მეცხვარეების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა მატყლი. ქვემო ალვანში მცხოვრები ლილი მურთაზაშვილი ის იშვიათი გამონაკლისია, ვინც მატყლის დამუშავებას მიუბრუნდა. მან ხალხური რეწვისა და ტრადიციული ხელსაქმის აღდგენა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტით დაიწყო. 70-მდე ქალი მყავს დასაქმებული ქალი კაცი. გერმანელმა პროფესორმა ეგერმა მე-19 საუკუნეში მონოგრაფია გააკეთა თუშურ მატყლზე, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი უწოდა. აი ღრუვღეროიანი, კარგად იღებება და 20-ზე მეტი დაავადების მკურნალია. თვითონ ბეწვი შიგნით ღრუვღეროიანია, რომელიც სითბო-სიცივეს არეგულირებს. აი ეს ფარაონის ჩაიშია შეღებილი, ეს ხახვის, ქართული ხახვის ფოთშია შეღებილი, ეს თრიმლშია შეღებილი, ეს კაკალშია შეღებილი, კაკლის ქერქში, ეს ორივე პამიდორის ღერებშია შეღებილი. აი ეს არის ღვინის ლეკში, იასამნისფერი. ეს არის ლაფნის ფოთოლში. აი ეს არის კუნელში, შავ კუნელში. აი ეს იფნის ქერქშია შეღებილი. აი ეს მაგალითად საუკუნის მოქსოვილი ფარდაგია, აი აქ რო არის. აი ეს 150 წლის მოქსოვილია. თუშური მატყლის ნაწარმის უცხოეთში გასატანად მას სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. სახელმწიფოს უფრო გატანაში, საქართველოსთან გატანაში რო დახმარებოდა. აი ბაზარი იქ რომ მოეძებნა, უფრო საზღვარგარეთ. მაგალითად ძალიან კარგი მყიდველები არიან შოტლანდიელები, ფრანგები, გერმანელები.
მე რო აი ასე დაფინანსებაც მივიღე და აი რაღაცა შემოსავლის პატარა წყაროც ვნახე და იმ ქალებმაც ნახეს, ვინც აქ მუშაობენ, ეხლა უკვე დაინტერესდნენ. ის წასული ქალები, ვინც არიან ნახევარი სოფლის ქალები, უფრო ქალები მეტად წასულები არიან, მობრუნდებიან, იქ კი აღარ ემსახურებიან იმ სხვაებს მონებად და მოსამსახურებად კი აღარ იქნებიან. თავის საქმეს გააკეთებენ აქ იმას, რაც იმათ მამა-პაპას და იმათ წინაპრებს უკეთებია. 20 წლის შემდეგ პირველად თუშეთში სინათლის პერსპექტივა გაჩნდა. მსოფლიო ბანკისა და USAID-ის დაფინანსებით თუშეთში ჰესი შენდება, რომლის სიმძლავრეც 100 კილოვატ-საათია. გამომუშავებული ელექტროენერგიით 7 სოფელი მომარაგდება. ძალიან ბევრ ამას გააკეთებს ეს იმისთვის რომ ხალხი დამაგრდეს. პერსპექტივა ძალიან დიდია. ზამთრის ტურიზმი თუ განვითარდა, ზამთრის ტურიზმი. პერსპექტივა ძალიან დიდი იქნება. უბრალოდ აი საჰაერო მიმოსვლა თუ რაღაცნაირად მოხდა ისე რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგა აქ თუშეთში. ნუ ხალხით დარჩება მე როგორ რა თქმა უნდა. აი კვირაში ერთი რეისი რომ მაინც იყოს, აუცილებლად დარჩება. წარმატებული პროექტების უდიდესი ნაწილი დონორების მიერ არის დაფინანსებული. USAID-მა ბოლო 5 წელიწადში სოფლის მეურნეობაში 50 მილიონი დოლარი ჩადო. 1000 წლეულის ფონდმა 15 მილიონ დოლარზე მეტი. სახელმწიფომ 2008-9 წლებში IAPI კრედიტის ფარგლებში სოფლის მეურნეობაში 28 მილიონ ლარამდე კრედიტი გასცა, რაც 16 მილიონი დოლარის ეკვივალენტია. ხოლო 2010 წელს პროგრამა საერთოდ დაიხურა. სოფლის მეურნეობის დაკრედიტებაზე თავს იკავებენ კომერციული ბანკებიც. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2009 წელს ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაში, მეტყევეობაში და თევზჭერაში გაცემული სესხი-მთლიანი საკრედიტო პორტფელის 2.5% შეადგენს. საპროცენტო განეკვეთი კი 20%-ს აღემატება. ამ სფეროში დაბალია ინვესტიციების მოცულობაც. ზოგადად რისკიანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოება, ასე ვთქვათ, რაც პირდაპირ ნიადაგთან და ბუნებასთან არის დაკავშირებული. მეორე ის, რომ არის ძალიან მწირი ინფრასტრუქტურა საქართველოში, ეს ძალიან დაბალი თანხები იდება ამ ბიზნესში ზოგადად. მესამე არის ის, რომ ჩვენთან არის ძალიან დიდი ნაკლებობა კვალიფიციური სპეციალისტების, რომლებიც იციან სოფლის მეურნეობა, ეს ეხება როგორც მწარმოებლებს, ანუ აგრობიზნესში დაკავებულ ხალხს, ისევე ბუნებრივია დამკრედიტებლებსაც. ტექნოლოგია საკმაოდ ძვირი სიამოვნება არის, ამას ინვესტიცია სჭირდება და სოფლის მეურნეობას აუცილებლად სჭირდება გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტი. აუცილებლად. ამის გარეშე სოფლის მეურნეობის სექტორი ვერ აღდგება. ქვეყანაში წარმოებული ხორცის პროდუქტების 90.9% ოჯახურ მეურნეობებში იწარმოება, ხოლო 9.1% საწარმოებზე მოდის. ოჯახურ მეურნეობებზე მცენარეთა ნათესი ფართობები 97 და 2%-ია. წარმოებაზე კი 2.8%. სწორედ იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობა აგრობიზნესად ვერ იქცა, ყოველწლიურად იზრდება იმპორტის მოცულობა. საქართველოში 2005 წელს 424 მილიონი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოვიდა. 2006 წელს 594, 2007 წელს 762, 2008 წელს კი იმპორტმა 913 მილიონ დოლარს მიაღწია. ძირითადად ახლა რა ვთქვათ, ჩვენ მაინც ვართ დამოკიდებული შემოტანილ პროდუქტზე. სურსაც. ძირითადად ჩვენ რასაც ჩვენ მოვიხმართ, ფაქტიურად 80-90% ეს არის შემოტანილი. და არა ჩვენ. ასე რომ ჩვენ ინდუსტრია ამისი არ გვაქვს, რო გქონდეს ამის ინდუსტრია, ჩვენი სურსათი გვექნებოდა. ამ ტექნოლოგიების დანერგვას სჭირდება ტექნიკა, სჭირდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ინვესტიცია სჭირდება და ჩვენთან საკმაოდ დიდი პრობლემა არის ფინანსების მოზიდვა სოფლის მეურნეობის სფეროში. ტრაგიკულიც არაფერი ხდება, უბრალოდ როგორც თქვი, რამდენადაც რისკები არის ასაწონი და რამდენადაც ასე ვთქვათ, რისკი გიშვებს მომხმარებელთან, იმ დონეზეც ხდება დაფინანსება. ახალციხის საკალმახე მეურნეობა, რომელიც ზოვრეთის მდინარეზეა გაშენებული, უკვე 20 წელია ფუნქციონირებს. 2004 წლიდან კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა და თევზის მოშენება სოფლის მეურნეობის დარგიდან ამოიღეს. 2004 წლიდან ეს დარგი აღარ ითვლება სოფლის მეურნეობის დარგად. რასაც მსოფლიოში ანალოგია არ აქვს. არ არსებობს ესეთი დარგი, ესეთი საქმიანობა ვინმე ეწეოდეს და ეს სოფლის მეურნეობის დარგად არ ითვლებოდეს. ვინაიდან მოვიხმართ მხოლოდ მიწას და წყალს, არანაირი ქიმიური, ტექნოლოგიური და ქარხანა დანადგარები ამას არ ჭირდება, აი ბუნებრივად იზრდება რა. შეღავათი ვექნებოდა ჯერ პირველ რიგში, რომ სოფლის მეურნეობა ისე არ იბეგრება, როგორც მრეწველობა.
თავისუფლები არიან მიწის გადასახადით, თავისუფლები არიან, შეიძლება მიწის გადასახადი აღარ იყოს, ადრე იყო. თავისუფლები არიან დამატებითი ღირებულების გადასახადით და დეგეგეთი და თავისუფლები არიან იმის მოგების გადასახადით. 20% იყო თუ ეხლა არის 15%. იმის გამო რომ ცესხი ძვირია და დაბეგრვა ტვირთა დაწובה, ზოვრეთის საკალმახე მეურნეობა გაფართოებას ვერ ახერხებს. ჩვენი პროდუქცია იყიდება მარტო ბორჯომში. აბსოლუტურად არცად არ გაგვაქვს. ვინაიდან თვითონ ვერც ვაწარმოებთ ისეთ რაოდენობას, რომ მაგალითად რაღაც დიდი რაოდენობა იყოს და მე იმის რეალიზაციაზე პრობლემა, მოთხოვნილება გვაქვს. აქედან გამომდინარე არ არის ჯერჯერობით საჭიროება იმისა, რომ მეურნეობიდან თევზი ვატაროთ. დისტრიბუცია ხდება მხოლოდ ბორჯომში. ბოლო წლებში თხილის საექსპორტო პროდუქციად იქცა და დასავლეთ საქართველოში გლეხებს შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდათ. ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს გლეხობიდან 21,000 ტონა თხილი მოიკრიბა და აქედან 17,600 ტონის ექსპორტი განხორციელდა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დასავლეთ საქართველოს ექსპორტირებული თხილიდან 69 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი პარტნიორი ქართული ქარხნებისთვის არიან გერმანელი, ძირითადი, რაღაც გამონაკლისებისგან. ჩვენ კომპანიას უფრო დაწოლა აქვს ესპანეთი, ინგლისი და 2010 წლის მარტიდან დავიწყეთ უკვე ამერიკაში. ამერიკაში გადის ჩვეულებრივი გატეხილი ნატურალი თხილის გული დაფასოებული. ცირეზონი. და ეს სველი თხილი სადღაც ღირს 3 ლარამდე. აი ეგრევე რო ჩააბაროს. 3 ლარი. ეგ 6,000 ლარს აიგებს. მე რომ მარტო თხილში. ცოტა ზარმაცი ხალხის კულტურაა. ყველაზე მთავარი ივლისში არ მოგვარონ. დანარჩენ რო გითხრათ რომ ახლა მაგას მოთხოვნა მაგას არ უნდა. გასხლა ერთ ტოტებს მიაჭრი და ეგ არის. ადვილი მოსაყვანია რა. თუ მიწა ვარგა, კლიმატური პირობები დასავლეთში აბსოლუტურად მისაღებია და თუ შრომელი ადამიანია უბრალოდ იმ გექტარზე თხილის გარდა, რომლიდან საშუალოდ 6,000 ლარს აიღებს წელიწადში, თლიანად მთელი პარტო აი 4 მეტრია ძირებს შორის დაშვება. გამოიყენოს. სხვა კულტურა დათესოს. რო დარგო მე რა ფერკითა შეიძლება 100 ლარი დაჭირდეს თვეში ყველაზე წელიწადში ყველაზე დიდი. გლეხს რომ მოყავს მოსავლის ერთდროულად ეგრევე არ ყიდის. ეს არაფუჭებადი პროდუქტია, აშრობს და ყიდის იმის მიხედვით თუ რამდენი ფული სჭირდება მას. გურიაში ოდითგანვე მთავარი შემოსავლის წყარო ჩაი იყო. დღეისათვის ჩაის წარმოება 5,000 ტონაა, მაშინ როცა 1998 წელს 458,000 ტონა იყო. ჩაის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრად შემცირებამ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაში შემოსავლების შემცირება გამოიწვია. ბოლო პერიოდში ჩაის წარმოების მცირე მეურნეობებმა გამოცოცხლება დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 2,200 ტონა ჩაის ფოთლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 5%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ექსპორტიდან შემოსავალი 1,5 მილიონი დოლარი იყო. მყიდველი ჩვენ ჩაის ყავს უკრაინაში. ჩვენი წარმატების საიდუმლო არის მაღალი ხარისხი და კლასიკური ტექნოლოგია ჩაის გადამუშავებაში. ფოთოლს არაფრით არ მივიღებ თუ ის დაბალი ხარისხისაა, ან მაღალი ხარისხის არ არის უფრო სწორად. ყველაფერი შემაფერხებელია ამ საქმიანობაში, ჩაის პროდუქციის გასაღება კი არ არის. თვითონ ჩაის პლანტაციის არ ქონა. მრავალჯერ დავაყენეთ საკითხი. ადგილობრივ ხელისუფლება ადგილობრივი გვიჭერს მხარს გუბერნატორი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო რატომღაც არ გვაძლევს ჩაის პლანტაციების ყიდვის საშუალებას. გავერანებული ჩაის პლანტაციის შესასყიდ თანხას იხდის მთლიანად უკრაინა, მის რეაბილიტაციას ხარჯებს დაფარავს უკრაინა და შემდეგ ის ფოთლის შემოსავალი, რაც მოიკრიფება აი ამ სოფლებში, ყველა იქნება აი ამ მოსახლეობისთვის როგორც ხელფასი და როგორც შემოსავალი. 5 თვის განმავლობაში 3,000 ლარი ცუდი თანხა არ არის ოჯახის შემოსავლად, 1 გექტრიდან. ვაპირებთ ჩაის პლანტაციის ყიდვას. გავერანებულია და ტურა და მგელია შიგნით. ხელი შეგვიწყვეთ ამის ყიდვაში. ხომ შეიძლება 30 წერილი, ხომ შეიძლება რომ არ დარჩეს საჭირო. რაღაც გავერანებული ტყეში მდებარე ჩაის პლანტაციის საყიდლად თუ კი ჩვენ იმ სოფელში დავასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას. განა ამაზე უკეთესი დასაქმების პროგრამა არსებობს.